რას ისახავს მიზნად ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის? რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირთან თანამშრომლობა მათ შორის სურსათის უვნებლობის კუთხით? რა გავლენა აქვს ამ შეთანხმებას და ევროინტეგრაციის პროცესს სურსათის უვნებლობის მომავალზე საქართველოში? შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში ან გვიყურეთ ინტერნეტში. იყავით ინფორმირებული და იცხოვრეთ უსაფრთხოდ. საღამომშვიდობის ეთერშია კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა სურსათის უვნებლობის საკითხებზე, რომელსაც გთავაზობთ ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და შაბათს ათინათის პირდაპირ ეთერში FM-ზე 105 და 9, ასევე შეგიძლიათ გვისმინოთ ინტერნეტით რადიო ათინათი.lg და ყველა ჩვენი გადაცემა ნახოთ როგორც ვებზე, ასევე ინტერნეტით რადიო ათინათი.lg, ხოლო ლაივ რეჟიმში ჩვენს Facebook გვერდზე და ცხადია FM-ზე 105 და 9. ყოველ 4 შაბათს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და ზოგადად გადაცემას. ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აებს სამეგრელოს ხმასთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD 4-ის ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. ეს გადაცემა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარზე სრულიად პასუხისმგებელი აიპ სამეგრელოს ხმა და შესაძლოა რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. მე გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი გახლავართ და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას და სტუმრებს. ძალიან დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ. ჩვენი დღევანდელი თემა გახლავთ ეტიკეტი და უვნებელი პროდუქციის შერჩევის მეთოდები. მოკლედ მივიხილავთ თემებს და ძირითად საკითხებს ცხადია, როგორ ავარჩიოთ უვნებელი სურსათი, როგორ უნდა წავიკითხოთ ეტიკეტები და რა უნდა ვიცოდეთ პროდუქციის ხარისხის შესაფასებლად. ამ საკითხზე სასაუბროთ მოვიწვიოთ დღეს ორი სტუმარი. სტუდიაში დღეს სტუმრად გვყავს ბატონი თენგიჯგუში, აიპ სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი, ეკონომისტი, პროექტის დირექტორი და ასევე გვექნება უნდა მოგვიანებით ვიდეო ჩართვა ევროპული უნივერსიტეტის პროფესორს მასპინძლობთ მაია ბერუაშვილს. ამჯერად ძალიან დიდი სიამოვნებით მოგესალმებით ბატონ თენგი, საღამომშვიდობის. დღესაც როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა გვაქვს და ჩვენ არაერთი გადაცემა მიუძღვენით და რამდენიმე დაგვრჩა და ამჯერად ხაზი გავუსვათ და პირველი კითხვით გადმოვალ თქვენთან. რატომ არის მნიშვნელოვანი პროდუქტის ეტიკეტის გაცნობა საზოგადოებისთვის? მოგესალმებით, კი ძალიან საკმაო რაოდენობის გადაცემები ჩაიწერა და ესე იგი მაყურებელს მინდა უთხრა ერთგვარი ხუმრობითაც, რომ შეიძლება წარმომიდგინონ ამ დარგის სპეციალისტად, მაგრამ სულაც არა ვარ, მაგრამ ადამიანის ცხოვრების განმავლობაში მრავალ პროფესიას ეცნობა და რახან ამ პროექტებს მართავთ. ჩვენც დაგვიკისრაგეთ პასუხისგებლობა, რომ ამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სამოქალაქო სექტორმა მიიღოს სოლიდური მონაწილეობა და სერიოზული წვლილი შეიტანოს იმ აუცილებელი ფუნდამენტალური მიმართულებების სრულყოფაში, რასაც გვავალდებულებს ევროპული მისწრაფებები და ერთ-ერთი ასეთია სურსათის უვნებლობა და ეტიკეტი გახავთ ერთ-ერთი ფუნდამენტალური და მნიშვნელოვანი კატეგორია მთელ ამ ჯაჭვში. ეტიკეტი ეს არის პროდუქტის ერთგვარი პასპორტი და მისი დანიშნულება გახლავთ პირველ რიგში მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა, რომ მომხმარებელმა თავი დაიზღვიოს მავნე ინგრედიენტებისგან და სწორად განსაზღვროს კვებითი ღირებულებები. ეს არის სულ ეტიკეტი. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, ცხადია. ამჯერად სტუმარს ჩავთავთ ვიდეოზარი გვექნება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი მაია ბერუაშვილია. ხაზზე საღამომშვიდობის კაბატონო მაია, მოგესალმებით. მადლობა რომ გამონახეთ და ჩაგვერთეთ. ამჯერად ჩვენ განვუმარტეთ თავიდანვე ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რაზე ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ეტიკეტი და უვნებელი პროდუქციის შერჩევის მეთოდებია დღეს ჩვენი გადაცემის თემა და აქვე პირველი კითხვა თქვენთან, რა ძირითად მოთხოვნებს აყენებს საქართველოს კანონმდებლობა ეტიკეტირების საკითხში და რატომაა მათი შესრულება ბიზნეს ოპერატორებისთვის აუცილებელი, ხოლო მომხმარებლებისათვის მათი გაცნობა მნიშვნელოვანი? როგორც მოგეხსენებათ, ეტიკეტირების, ანუ მომხმარებელთა ინფორმირებულობის წესი
არის დადგენილების სახით მიღებული და იგი ადგენს რა სავალდებულო ინფორმაცია უნდა იქნას მითითებული. ეს არის უშუალოდ სურსათის დასახელება უნდა ასახავდეს პროდუქტის ნამდვილ არსს და მის კატეგორიას და არავითარ შემთხვევაში გრაფიკული გამოსახულებაც კი ანდაც მოცემული ნახატი რაც ამ ეტიკეტზე შეიძლება იყოს განთავსებული არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. შემდგომ ეს არის შემადგენლობა ინგრედიენტების ჩამონათვალი, რომელიც ამ სურსათის შემადგენლობაში შედის. ეს მიეთითება რაოდენობრივი კლების შესაბამისად. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ინგრედიენტებს, ვინაიდან არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ პროდუქტებს ან არ მოიხმარენ, ან აუტანლობა აქვთ, ან ზოგი ალერგიულიც არის და ამიტომ შემადგენლობის მითითება ზუსტად არსებითია. შემდეგ ეს არის ვარგისიანობის ვადა. ვარგისიანობის ვადა ორი ტიპის გვაქვს, ეს არის გამოიყენებამდე და უმჯობესია გამოყენებული იქნას, ეს დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე. ან როდესაც პროდუქტი არის, სურსათი არის მალფუჭებადი, ამ შემთხვევაში გამოიყენებამდე ეწერება და ვადა მიეთითება, ხოლო როდესაც სურსათი არის არამალფუჭებადი, ამ შემთხვევაში მიეთითება უმჯობესია გამოყენებული იქნას და ამის შემდეგ რეალიზაციაში არ დაიშვება სურსათი, თუმცა მომხმარებელს შეუძლია ის შემდეგაც მოიხმაროს. უბრალოდ მისი კვებითი ღირებულება აღარ არის იმდენი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სურსათი ჩვენ მოგწამლავს ან გვაწყენს ან რაიმე დაავადებას, სურსათის მიერ დაავადებას გამოიწვევს. შემდეგ ეს არის შენახვის პირობები, რომელიც არსებითია. რა პირობებში უნდა იქნას შენახული არა მხოლოდ რეალიზაციის დროს, არამედ უშუალოდ სახლშიც შენახვისას. შემდეგ წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი, ვინ არის ეს მიკვლევადობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელი აქცევს აგრეთვე ყურადღებას, რომელ ქვეყანაშია წარმოებული ესე თუ ის სურსათი. მაგალითად, პირადად მე უყურებ ამას და ამის შედეგად ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას, რომელი მწარმოებელი ქვეყანა ავირჩიო. შემდგომ ეს არის კვებითი ღირებულება და ენერგეტიკული ღირებულება, მისი მითითება სავალდებულოა. როგორც შემადგენელი ნივთიერებები, გრამობის მიხედვით, ასევე საერთო ჯამში რა ენერგეტიკულ ღირებულებას შეიცავს ესა თუ ის სურსათი. არიან ადამიანები, რომლებიც კალორიებს ითვლიან და ისე იღებენ სურსათს, რადგან არ სურთ წონაში მატება. შემდეგ ეს არის ალერგენები. არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული სურსათის მიმართ, როგორც აღნიშნე, აუტანლობა აქვთ, ალერგიულები არიან. ამ შემთხვევაში ეს ადამიანები ცალსახად ამოწმებენ ეტიკეტს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ მათ არ ნახეს ის პროდუქტი შეიცავს თუ არ შეიცავს, რომელზეც ალერგია აქვს, შეიძლება სიცოცხლისთვისაც კი საფრთხეს წარმოადგენდეს. მაგალითად ზოგი გლუტენის აუტანლობით, ზოგი არის რძერძის ნაწარმი, კვერცხის პროდუქტები, კაკლოვანები და ასე შემდგომ. შემდეგ არის წონა და მოცულობა, ან წონა ან მოცულობა. ესეც მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ ფასის შედარების თვალსაზრისით შეიძლება სჭირდებოდეთ. შემდეგი არის შენახვის ინსტრუქცია, ანუ რა პირობებში უნდა შევინახოთ და შემდეგ არის გამოყენების ინსტრუქცია, რა პირობებში უნდა გამოვიყენოთ, როგორ მოვამზადოთ ის სახლში. ან რამდენი ხანი შეიძლება შევინახოთ მაგალითად გახსნიდან, ანუ შენახვის პირობა შეიძლება ორი იყოს. შემდეგ წარმოებლის ინფორმაცია და შეიძლება დამატებითი სხვადასხვა ინფორმაცია ჰქონდეს აგრეთვე სურსათზე. შეიძლება იყოს ეკოლოგიური მინიშნებები, როგორიც არის ბიოსურსათი, შეიძლება იყოს ორგანული სურსათი, ანუ ერთსა და იგივეს ნიშნავს, მაგრამ სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვანაირად აღნიშნავს ხოლმე ამას ეტიკეტზე, თუმცა ასეთი მინიშნების გაკეთების უფლება მწარმოებელს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ის ფლობს მასერტიფიცირებელი ორგანოდან სერტიფიკატს, რომ მის მიერ წარმოებული სურსათი ნამდვილად არის ორგანული.
მადლობა საინტერესო პასუხისთვის. ბატონ თენგიზ, გადმოვინაცვლებ ისევ თქვენთან, რა არის მომხმარებელთა მთავარი გამოწვევები ეტიკეტების წაკითხვისას? ძირითადად ეს გახლავთ რთული ტერმინოლოგია, მომხმარებელს უნდა შეეძლოს ეტიკეტზე დართული ინფორმაციის, ინგრედიენტების და კვებითი ღირებულებების სწორად გაანალიზება და ეს უნდა იყოს მომხმარებლისთვის გასაგები ტერმინოლოგიით მიწოდებული. მეორე გახლავთ მცდარიან არასაკმარისი ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია არ უნდა იყოს არასრული და არ უნდა იყოს დამაბნეველი და ყალბი მარკირებები, რაც საკმაოდ გავრცელებულია, იმიტომ რომ ისეთ მარკეტინგულ ხრიკებს აწვდიან ხშირად მწარმოებლები მომხმარებლებს, რომლებიც რეალურ სტანდარტებს არ შეესაბამება და ძალიან ფხიზლად უნდა იყოს მომხმარებელი. ეს არის ძირითადი სამი გამოწვევა ეტიკეტის პირველადი დათვალიერების დროს. დააკვირდროულია ეს კითხვაც, რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელსაც მომხმარებლები უშვებენ სურსათის შერჩევას? ხო, აი მე შევაგროვე ძალიან მარტივად ეს ძალიან ვრცელი მასალიდან რისგანაც უნდა იყოს მომხმარებელი დაზღვეული ეტიკეტთან ურთიერთობისას. პირველი ეს მაინც ყველამ ვიცით, მაგრამ არ ვიცავთ ხშირად. ეს არის ვარგისიანობის ვადის უგულებელყოფა. ჩვენ ზუსტად უნდა დავაკვირდეთ პროდუქციის ვადას და არ უნდა შევიძინოთ ვადაგასული სურსათი. მეორე ეს გახლავთ ეტიკეტის სრულფასოვნად არ წაკითხვა, რაც ესე იგი გვაზღვევს ეტიკეტის სრულფასოვნად წაკითხვა, გვაზღვევს ინგრედიენტების და კვებითი ღირებულებების შესახებ სრული ინფორმაციისგან. არ უნდა გამოვტოვოთ ინგრედიენტებზე და კვებით ღირებულებებზე ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით აი ალერგენების და დიეტური შეზღუდვების შემთხვევებისას. მესამე გახლავთ შეფუთვის დაზიანების უგულებელყოფა, ძალიან კაცრად და ცხადად და დიდი სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ შეფუთვის პროდუქტის შეფუთვას, რომ არასწორად შეფუთული პროდუქტი იმთავითვე შეიცავს რისკებს, რომ შეიძლება იყოს დაბინძურებული ან უხარისხო შეფუთვა იწვევდეს სხვა რისკებს, რაც მავნებელი შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის. მეოთხე ეს გახლავთ შენახვის პირობების იგნორირება, ანუ მომხმარებელი უნდა აცნობიერებდეს სწორად რამდენად შესაფერის შესაბამის ტემპერატურაზე ინახება პროდუქტი და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის ყურადღების მიქცევა ხორცის, გაყინული საკვების და ხორცის გაყინული საკვების შემთხვევაში, მოსნეული შემთხვევაში მაინც განსაკუთრებული რისკის ზონა არის ხორცი და გაყინული პროდუქტები. რძის პროდუქტები თავისთავად ცხადია. შენახვის ვადების და წარმოების ვადების აღრევა, იმიტომ რომ ზოგჯერ მომხმარებლები აი ბრმად ენდობიან იმას, რაც ეტიკეტზე წერია და მწარმოებლებსაც აქვთ ახლა ესეთი ხრიკები, რომ ძალიან ახალ წარმოებული პროდუქცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ახალ წარმოებული პროდუქცია ამასთან ერთად უნდა დავაკვირდეთ სიჯანსაღი შენარჩუნება ამ ახალი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში გაშვებიდან რამდენ ხანს ხდება და აი ესეთი ბრჭყალებში ეკოლოგიური და ბუნებრივი მარკეტინგული ტერმინების ბრმად დაჯერება, ხო? ხშირად მიაქვს ყველაფერი რეკლამას ბუნებრივი, ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და ასე შემდეგ, რაც მომხმარებელს აბნევს და ხშირად გონიათ, რომ ასეთი პროდუქტები უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ავტომატურად ბუნებელია და მეორე ფასდაკლებულ პროდუქტებზე განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მომხმარებლის, იმიტომ რომ ესეც ერთგვარი ბუნებრივია მარკეტინგული სვლა გახლავთ და დაბალი ფასის ძიებაში არ უნდა გამოგვეპაროს ხარისხის მნიშვნელობა კი. აი ეს გახლავთ ძირითადად ახლა მეტი სამეცნიერო კონფერენციას ვერ ჩაატარებს ეტიკეტის გაცნობისას მომხმარებელი, ესე ვთქვათ, სივრცეში, სადაც იძენს ამ პროდუქტს, მაგრამ აი ეს 7 ძირითადი მომენტი ყოველთვის უნდა იყოს შეერაღებული მომხმარებელი, რომ დაწყებული ამ ვარგისიანობის ვადიდან დაკლებული ფასდაკლების მომენტზე სიფრთხილის გამოჩენით სრულად მოიპოვოს ინფორმაცია პროდუქტის შესახებ.
ძღადია. ხშირად ყოფილა ალბათ შემთხვევა და ჩვენმა მაყურებელმა თავადაც არაერთხელ გამოსცადა მსგავსი რამ ვადა ვარგისიანობა აქვს გახსნი გაფუჭებულია პროდუქტი. ერთის პროდუქტებს ეხება განსაკუთრებით. აბსოლუტურად გეთანხმებით. ქალბატონ მაია, დაგიბრუნდებით მორიგი კითხვით, მომხმარებელმა როგორ უნდა შეამოწმოს პროდუქტის უვნებლობა? ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ. სამწუხაროდ მომხმარებელი ვერ შეამოწმოს პროდუქტის უვნებლობას. ეს შეიძლება შეამოწმოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ეს შეიძლება შეამოწმოს თავად ბიზნეს ოპერატორმა. მომხმარებელი ამ შემთხვევაში საზღვრავს ინფორმაციით, რომელიც ეტიკეტზეა განთავსებული. მას ისი უნდა დააკვირდეს, რომ სურსათი ნამდვილად შესაბამის პირობებში ინახება, რაც ეტიკეტზეა განთავსებული. ამით შეიძლება მან იეჭვოს, რომ სურსათი არ აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. გარდა მაგისა, შენახვის ტემპერატურას უნდა მიაქციოს ყურადღება, ჰიგიენურ პირობებს უნდა მიაქციოს ყურადღება. ანუ ამ შემთხვევაში მომხმარებელს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ლაბორატორიული ტესტირება გააკეთოს თვითონ სურსათზე. შესაბამის უვნებლობას გარდა ეტიკეტისზე მოცემული ინფორმაციისა, რომ გამოიყენოს და შეადაროს რეალობას, ის სადაც ინახება, სხვას ვფიქრობ, ვერაფერს ვერ შეძლებს. არის ვიზუალურ შეფასებაზე გამორჩა, მინდოდა მეთქვა, ტექსტურა, შეფუთვა, მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ხელმეორედ არ იყოს გადარტყმული ეტიკეტი, დააკვირდეს აუცილებლად ამას მომხმარებელი. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შეფუთვა არ იყოს დაზიანებული. მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სუნი არ კონდეს სპეციფიური, ანუ ორგანოლეპტიკა შესაბამისი იყოს, ფერი, გემო, სუნი, ტექსტურა იმ სურსათისთვის დამახასიათებელი. ეს არის ის ნაწილი, რაც მომხმარებელს ადგილზე შეუძლია უშუალოდ შეამოწმოს. როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება დაუზიანებელ პროდუქტს, რა თქმა უნდა, რომლის მთლიანობა არის დაცული. სხვათა შორის კონსერვებიც, რომელიც შეჭეჭყილია, ან კონსერვი, რომელიც დაზიანებულია, არ უნდა იქნეს ასეთი კონსერვი არც რეალიზაციაში გამოტანილი, იმიტომ რომ მისი სასაქონლო სახე, იერსახე დაკარგულია და არც მომხმარებელმა თავად არ უნდა შეიძინოს. ან როდესაც შენახვის ვადა არის გადაკეთებული, ან როდესაც ეს ტემპერატურა ხშირად არის, რომ ზოგიერთ სურსათს აქვს მითითებული ორი სახის, ერთი გაყინვის ტემპერატურა და შესაბამისად ვადა ხანგრძლივია შენახვის და მეორე ჩვეულებრივ პირობებში შენახვის ან სამაცივრე პირობებში შენახვის ტემპერატურა და ამ შემთხვევაში ვადა რა თქმა უნდა ნაკლებია. თუ ის საყინულე პირობებში არ არის შენახული, იმ ხანგრძლივ ვადას ამ შემთხვევაში არ უნდა მიაქციოს ყურადღება. ამ დროს მიექცევა ყურადღება იმ მეორე შენახვის ვადას, როცა ჩვეულებრივ პირობებში ან სამაცივრე პირობებში ინახება. და აქვე ბოლო კითხვით თქვენთან ისე ქალბატონ მაია, ერთი მთავარი რჩევა მომხმარებლებისთვის, რას ურჩევდით მომხმარებლებს? მთავარი რჩევა, ეხლა პირად მე როგორც მომხმარებელი, რომ შევდივარ სარეალიზაციო მაღაზიებში, სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში. პირველი, რასაც ყურადღებას ვაქცევ, როგორც თქვი, ეს არის პროდუქტის მთლიანობა. შემდეგ, სად არის ის განთავსებული? შემდეგ აუცილებლად, რომ შეფუთვა არ იყოს დაზიანებული. შემდეგ ეტიკეტს ვკითხულობ და ვეძებ იმ ინფორმაციას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს ალერგენები იქნება, თუ კალორაჟი იქნება, თუ შემადგენლობა იქნება. ზოგიერთისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკოლოგიურად სუფთა, ანუ ეკოპროდუქტი, ბიოორგანული პროდუქტი შეიძინოს, მაშინ ამ შემთხვევაში ეს წარწერაც შეიძლება რომ მოვძებნოთ. და მაქსიმალური ყურადღება ტემპერატურას. შენახვის დროს მაქსიმალური ყურადღება ტემპერატურის დაცვას უნდა მივანიჭოთ, რომ ნამდვილად იმ პირობებში ინახება ეს სურსათი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაია ასეთი ამომწურავი პასუხებისთვის, თქვენი დროისთვის. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მე კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი მაია ბერუაშვილი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი ვიდეო ჩართვით. ამჯერად სტუდიაში დაგიბრუნდებით ისევ თქვენ ბატონ თენგიზ და ბოლო კითხვა. თქვენგანაც ერთი მთავარი რჩევა მომხდარა. ხო, ძალიან მარტივად პირველში ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ეტიკეტი და ვენდობით მხოლოდ რაღაც მარკეტინგულ
ლოზუნგებს ბრმად და თუ რაიმე გაუგებარია უნდა ვიყოთ ძალიან თავდაჯერებულები მომთხოვნები და ყოველთვის უნდა მივმართოთ გამყიდველს ან წარმოებელს და მესამე სასურველით და სასარგებლოც იმ კუთხით რომ ყოველთვის უნდა შევეცადოთ ვიყიდოთ ადგილობრივი პროდუქცია ადგილობრივი წარმოების პროდუქტები რაც თავისთავად ცხადია ხელს უწყობს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და ჩვენი წარმოების განვითარებასაც. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ამოწურავი პასუხებისთვის. დაგემშვიდობებით. წარმატებები მინდა გისურვოთ. ჩვენ სარგულ მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ ვისაუბრეთ თემაზე ეტიკეტი და უვნებელი პროდუქტის შერჩევის მეთოდები როგორია, როგორ ავარჩიოთ უვნებელი სურსათი, როგორ უნდა წავიკითხოთ ეტიკეტები და რა უნდა ვიცოდეთ პროდუქტის ხარისხის შესაფასებლად. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ თენგიზ ჯგუშაევ, სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი, ეკონომისტი და პროექტის დირექტორი, ასევე ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი, ვიდეოზარით მაია ბერუაშვილი. გმადლობთ რომ იყავით ჩვენთან და გვიყურეთ. მე სოფიო ხუსიშვილი გახლავართ. მორიგი გადაცემა გელოდებათ შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. დაგემშვიდობებით ნახვამდის. რით ვიკვებებით და რამდენად უვნებელია სავაჭრო ობიექტში შეძენილი პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაცულია თუ არა ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები და როგორ უნდა ვიმოქმედოთ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. გადაცემათა ციკლი სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და შაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. გვისმინეთ რადიო ათინათის პირდაპირ ეთერში და გვიყურეთ ინტერნეტში.